უბრალოდ ეს იყო ძალიან ესეთი ემოციური ტკივილით და სიმართლით სავსე გადაცემა თქვენი გამოსვლები უფრო სწორედ და ეს გადაცემა იყო 2013 წელი. ანუ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა. იყო თუ არა შესაძლებელი რომ მსგავსი გადაცემა თქვათ სანამ ხელისუფლება შეიცვალა მანამდე ყოფილიყო, მანამდე გელაპარაკათ ეს სიმართლე, ან თუ იტყოდით რა ბედი გემუქრებოდა თქვენი აზრით? სურვილიც არ ექნებოდათ რომ ასეთი გადაცემა შემდგარიყო. თუნდაც მაშინ არ ქონდათ მაინც და მაინც ბატონ ვახოსანაიას მაშინაც არ ქონდა დიდი სურვილი რომ ჩვენ ამ ყველაფერზე გვესაუბრა. ჩვენი დიდი სურვილიდან გამომდინარე მოხდა ჩართვები, თორემ საუბრობდა ისევ ბატონი მალაშხიამ აქ პერიოდში და ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნა რომ თუ კი ჩვენ არ გვექნებოდა იმის საშუალება რომ ჩვენ ამ პრობლემებზე დავვილაპარაკებდით, რა აზრი ქონდა ჩვენ სტუდიაში მოყვანას. და მას მერე მოგვეცა მაშინაც კარგად მოგეხსენება იმედი იმ პერიოდში ისევ გარკვეული წნეხის ქვეშ იყო მე პატრონები ვინც იყვნენ. მაშინაც მაინც და მაინც არ გვეძლეოდა იქიდან გამომდინარე ვახოსანაი არ გვაძლევდა საშუალებას მართალი რომ გითხრათ რომ ჩვენ სიმართლეზე გველაპარაკა. და ეს ყველაფერი რომ დაუშვათ მომხდარიყო 2012 წლის 1 ოქტომბერში რომ ეს გელაპარაკა. წლის 1 ოქტომბრამდე რომ ეს არ მოხდებოდა ეს ფაქტია. არა, რომ მომხდარიყო თქვა თქვენი ბედი რა იქნებოდა? ალბათ ან მე აღარ ვიქნებოდი ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი. და კიდევ ერთი თქვენ წეგან ახსენეთ ზონდერ ბრიგადები და უშიშროების თანამშრომლები. ეს ზონდერ ბრიგადები, რა ვიცი, მაინც ცნობილია, მაგათ ვინ ხელმძღვანელობდა და მე მგონი გვარი სახელიც უნდა დავასახელოთ ხეობიდან დევნილი, ასევე ბადრი ბასიშვილის ზონდერებს გულისხმობთ, როცა რომლებიც